საქმე წმინდათა მოციქულთა. თავი მეოთხე. და ვიდრე ეტყოდეს ღაიგინი ერსა მას, მოიწინეს მათ ზედა მღვდელნი იგი და ერისთავი იგი ტაძრისა იმის და სადუკეველნი. ლმობილნი და მკსინვარენი სწავლისა მისთვის ერისა და მithრობისა იესოს მიერ აღდგომისათვის მკვდრეთით. და დაასხეს მათ ზედა ხელნი მათნი და მისცნეს იგინი დამარხვა ხვალისა, რამ თუ შემწუხრდებოდა. და მრავალთა რომელთა ესმა სიტყვა იგი მათი რწმენა და იყო რიცხვი იგი მორწმუნეთა მათ ვითარ 5,000 ოდენ. და იყო ხვალისაგან შეკრება იმ მთავართა მათთაი და ხუცესთაი და მწიგნობართაი იერუსალემს. და ანა მღვდელთმოძღვარი და კაიაფა და იოანე და ალექსანდრე და რაოდენი იყვნენ ნათესავისაგან მღვდელთმოძღვართაისა. და დაადგინეს იგინი შორის მათსა და ჰკითხვიდეს, რომლითა ძალითა, ანუ რომლითა სახელითა ჰქმენით თქვენ ესე? მაშინ პეტრე აღივსო სულითა წმინდითა და რქუა მათ, თავარნო ერისანო და მოხუცებულნო ისრაელისანო, უკე თუ ჩვენ დღეს განვიკითხვიდეთ ქველის საქმესაზე და კაცისა უზურისასა, რომელი ესე ხონდა, ცხად იყავ თქვენ ყოველთა და ყოვლის ერისა ისრაელისა, ვითარმეთ სახელითა იესო ქრისტე ნაზარეველისაითა, რომელი თქვენ ჯვარსაცოთ, რომელი იგი ღმერთმა აღადგინა მკვდრეთით, ამის მიერ დგას ესე წინაშე თქვენ საცოცხალი. ესე არს ლოდი იგი, რომელი შეურაცხ იქმნა თქვენ მიერ მაშენებელთა, რომელი იქმნა თავსაკიდურთა. და არავინაი არს სხვით ცხოვრებაი და არცა არს სახელი სხვაით სასაქვეშე მოცემული კაცთა, რომლით ამცა ჯერ იყო ცხოვრებაი ჩვენ და ხოლო იგინი ხედვიდეს რაი პეტრეს ამას განცხადებულებასა და იოანესსა და უწყოდეს რამე თუ კაცნი უწიგნონი არიან და უმეცარნი დაუკრირდა იცოდნენ იგინი რამე თუ იესოისთანა იყვნენ. და კაცს ამას ხედვიდეს მათთანა მდგომარესა განკურნებულსა და ვერ ეძლო მათაცილობა და ბრძანეს განსვლა მათი გარეშე კრებულისაგან იტყოდეს ურთიერთას და თქვეს, რაიმე უყოთ კაცთა ამათ რამე თუ სასწაული განცხადებული იქმნა მათ მიერ ყოველთა შორის მკვიდრთა იერუსალიმისათა ჩანს და ვერ ხელგვეწიფების უარისყოფად, არამედ რაითა უფრო ის განითქვას ერთსა შორის, შინებით უთქმიდეთ მათ, რაითა არა უთხრობდნენ სახელით ამით არავის კაცსა. და მოუწოდეს მათ და ამცნეს ყოვლითურთ არა სიტყვად, არცა სწავლად სახელითა იესოისითა. ხოლო პეტრე და იოანე მიუგეს და რქვეს მათ, უკე თუ სამართალ არს წინაშე ღმრთისა თქვენი სმენაი უფრო ის, ანუ ღმრთისა ისაჯეთ. რამე თუ ჩვენ ვერ ხელგვეწიფების რომელი იგი გვესმა და ვიხილეთ, ვითარმცა არა ვიტყოდეთ. ხოლო იგინი ამას ზედა უთქმიდესვე და განუტევნეს, რამე თუ ვერ ჰპოებდეს, ვითარმცა ტანჯნეს იგინი ერისა მისთვის, რამე თუ ყოველნი ადიდებდეს ღმერთსა საქმისა მისთვის. რამე თუ უმეტეს 40 წლისა იყო კაცი იგი, რომელსაც ზედა იქნა სასწაული ესე კურნებისაი. ხოლო ესენი ვითარცა განუტევნეს მათ, მოვიდეს თვისთათანა და უთხრეს მათ, რაი იგი მღვდელთმოძღვართა და მოხუცებულთა რქვეს მათ. ხოლო მათ ვითარცა ესმა ესე, აღიღეს ერთბამა და ხმა ღმრთისა მიმართ და თქვეს, უფალო ღმერთო, შენ ხარ რომელმან ქმენ ცანი და ქვეყანაი და ზღვაი და ყოველი რაი არს მათშინა, რომელმან მამისა ჩვენისა დავით მონისა შენისა პირითას თქუ სულისა მიერ წმინდისა, რა დაღიზრნეს წარმართნი და ერმან იზრახა ცუდი. მოვიდეს მეფენი ქვეყანისანი და მთავარნი შეკრებეს ერთად უფლისათვის და ცხებულისა მესისათვის. რამე თუ შეკრებეს ჭეშმარიტად ქალაქს ამას წმინდასა ძესა შენსა ზედა იესოს, რომელსა შენ სხე, ჰეროდე და პონტიელი პილატე თესლებით ურთ ერისათანა ისრაელისა. საქმედ რომელნი ხელმან შენმან და ზრახვამან შენმან წინა ისწარ განაჩინა ყოფად. და საუფალო მოხედენ თქუმასა ამას მათსა ზედა და მოეცმუნათა შენთა ყოვლითა განცხადებულებითა სიტყვად სიტყვისა შენისა. განთხრმად ხელი შენი კურნებად და სასწაულებისა და ნიშებისა ყოფად სახელისა წმინდისა ძისა შენისა იესოისითა. და ლოცვასა მათსა შეიძრა ადგილი იგისა და იყვნენ შეკრებულ და აღივსნეს ყოველნი სულითა წმინდითა და იტყოდეს სიტყვასა მას ღვთისასა განცხადებულად. ხოლო სიმრავლისა მის მორწმუნეთაისა იყო გული და გონება ერთ და არცა ერთმან ვინ თქვის მონაგები მისითვისად, რამე თუ იყო ყოველივე მათ და ზოგად.
და ძალითა დიდითა ყოფდეს მოციქულნი წამებასა მას აღდგომისასა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა და მადლი დიდი იყო მათ ყოველთა ზედა და არავინ იყო ნაკვლევან მათ შორის რამე თუ რომელნიგი პოვნიერ იყვნეს სახლებისა გინა დაბნებისა განყიდდეს და მოაქუნდა სასყიდელი განწყდულთა იმათ და დასდებდეს ფეხთათანა მოციქულთასა და მიეცემოდა კაცადსა რაიცა ვის უხმდა ხოლო იოსებ რომელსა ეწოდა ბარნაბა მოციქულთა მიერ რომელი გამოითარგმანების ძე ნუგეშინის სემისაი ლევიტელი კვიპრელი ნათესავით მას აქუნდა დაბაი და განყიდა იგი და მოიღო ფასი და დადო ფეხთათანა მოციქულთასა